ახლა ამ ეგრეთ წოდებულ გაწევ გამოწევაში რუსეთი, ამერიკა, ევროპა, უკრაინა ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვაწყვეტს ჩინეთის როლი, რომელიც თავისთვის ის ესე ჩუმად წნარად როგორც ყოველთვის და ფაქტიურად წარმართავს რაღაცა მთავარი როლი მიუძღვის რაღაცა გეოპოლიტიკურ გადანაწილებაშიც და დღევანდელი სიტუაციის დარეგულირებაშიც. ჩვენ თუ დავაკვირდებით ცოტა ხნის წინ მან დაიწყო საუბარი ევროპასთან ურთიერთობებს. ანუ ევროპასთან ურთიერთობა უნდა დაამყაროს. აქამდე რაღაცა გაჩუმებული იყო მაგასთან დაკავშირებით ხმას არ იღებდნენ. ეხლა ჩემი აზრით რა ხდება? როდესაც პუტინისა და ტრამპის ურთიერთობების რაღაცა მეტნაკლებად დათმობასავი შენიშნა და მიხვდა რომ ტრამპი პუტინს უთმობს, ასე ვთქვათ, რაღაცა დათმობაზე მიდის და ძალიან კარგად მიხვდა და ყველა მიცის რომ რა შეჭირდება ახლა ტრამპს პუტინთან ურთიერთობის დალაგება. იმიტომ რომ აგერ ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, მტერი არის ჩინეთი. ეს რუსეთი არის რაღაცა ირიბად ჩინეთს ურტყავენ რუსეთთან ურთიერთობებით და უნდა რომ ჩინეთს გამოაცალოს ხელიდან ძალიან ძლიერი მოკავშირე. ანუ ჩინეთი და რუსეთი ეს არის მოკავშირე, რომელიც ყველას და ყველაფერს გადაწყვეტს. და დღეს რუსეთის მართვის ბერკეტები ხელში ჩაუგდეს ჩინეთს. ეს გააკეთა არა პუტინმა, არამედ ბაიდენმა და ევროპის ქმედებებმა. როდესაც მინიმუმ ის რესურსები, რომელიც რუსეთს აქვს, რომელიც მასში იყიდებოდა, ევროპაში იყიდებოდა, ხო? ესენი ავტომატურად გადავიდა ჩინეთში და მონოპოლისტი გახდა ჩინეთი რუსეთის ბუნებრივი რესურსების. წარმოიდგინეთ ახლა რა რესურსები აქვს და რამდენს ყიდის, ხო? შესაბამისად, როდესაც მონოპოლისტი გახდები, ბერკეტიც გიჩნდება იმისთვის, რომ მართო როგორც გინდა მიწიო და მოწიო. ეს ყველაფერი დაინახა და ძალიან კარგად ხვდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაინახა აგერ მისმა ადმინისტრაციამ, ახალმა ადმინისტრაციამ და ცდილობს როგორმე ესენი ერთმანეთს დააცილოს და პირველი შედეგი რაც მე დავინახე, ეს იყო ეჭვიანობა ჩინეთისა, რომელმაც ეგრევე გახსნა და ახალი თემა შემოუშვა, რომ იცის რა, აგერ მასთან ევროპასთან მინდა რომ ვითანამშრომლო და ვივაჭრო. ანუ აქ მიდის სერიოზული გეოპოლიტიკური თამაშები და ამ შემთხვევაში ახლა აქ ჩვენ რო ჩავეკვეხოთ არ გამოვა. რას ვაკეთებთ ჩვენ? ანუ ყველა დიდი მოთამაშე არის შემოსული ჩვენ რეგიონში. ყველა. და ამ შემთხვევაში ეხლა აბა ლიბერალ ფაშისტებო დღეს ამ სურათიდან გამომდინარე აარჩიეთ ვის მხარეს უნდა დადგეთ. თქვათ, ხო არის, აგერ ჩინეთი და ევროპა. ესენი ჯერჯერობით თქვათ მონახაზი არის რომ ესენი ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირდნენ. რა თქმა უნდა ევროპამ დაიწყო ამერიკის საწინააღმდეგო თამაშები, რაც აქამდე იყო საუბარი და ამ თამაშში აგერ მხარი აუба ჩინეთმა. მერე სად გადის ევროპულ ჩინური ჯგუფი? გზა სად გადის? აგრძნობინა რომ მე შემიძლია აგერ დაუკავშირდე და მხარდაჭერა გამოუცხადო ევროპას. შესაბამისად, ამერიკამ, რუსეთმა და ჩინეთმა ერთმანეთი უნდა დავაბალანსოთ, მეტი არ მოგივიდეთ. ანუ ეს ყველაფერი ამან მიცა ნიშანი. ეს ამხელა სახელმწიფოები თავს იყრიან ჩვენს რეგიონში და კერძოდ საქართველოს უნდა გაელოს. ახლა ჩინეთის და ევროპის კავშირი საქართველოს გარეშე ვერ შედგება, ხო? ამერიკის და რუსეთის კავშირიც ან რაღაცა ამერიკა, რუსეთი, ჩინეთის ურთიერთობას ჩვენს გარეშე, ანუ ვაჭრობას გულისხმობ, ეს ვერ შედგება. ვერაფერ ვერ მოხდება. აი ნუ ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ? ჩვენ რა თქმა უნდა ვზივართ და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე წყნარად და მოვლენებს ვაკვირდებით.